მქონდა მიბჯენილი ხო ჭერზე. წყალზე მიმაჭყლიტავდა, ჩემ გვამსაც ვერ იპოვიდნენ, იმიტომ ყველაფერი დაინგრა. ორი შვილი დედამთილმა გაიყვანა, გავიდნენ, მაგრამ მე და პატარამ ლუკამ ვეღარ მოვასწრით. სახლის ავსე იყო უკვე წყლის. გვესმოდა აქეთ-იქიდან ხალხი, განწირული ხალხი შვებას როგორი თხოვდა. ბავშვი გაუვარდათ, იმიტომ რომ ფეხი დაუცურდათ ეს ჩვენ ხომ გითხარით პლასმასზე შევდექით და ის რომ გაცურდა. ბავშვი ხელიდან გავარდა. ჩემ მეუღლემ დამიძახა, რომ ქეთი გაიხედეო და ესე სახლი გაიბერა, აი ჩემ თვალწინ. ეს ფილმებში ხდება მხოლოდ მინახავს და ჩაიშალა საერთოდ მიწასთან გასწორდა. ჩვეულებრივი საღამო იყო, შენ სახლში ვიყავით ბავშვებით, დამთილეთ, ველოდებოდით ბავშვების დაძინებას და ჯერ ჩვეულებრივი სუსტი წვიმა იყო და არ გაკვირვებია. მაგრამ წვიმა ნენელა მოუმატა. ამ დროს მეზობელმა დამიძახა, რომ მის პირველ სართულზე წყალი შედიოდა. ეს იქნებოდა დაახლოებით უკვე 11-ის ნახევარი. ეს არ გაკვირვებია, იმიტომ რომ ძლიერი წვიმის დროს ბევრჯერ ყოფილა, რომ წყალი შესულა, მაგრამ როცა შეწყდებოდა არ გამხდარა პრობლემა, მაგრამ წვიმამ რომ არ შეწყვიტა და ნენელა ძლიერდებოდა, მე ჩავედით, მეც პირველ სართულზე მქონდა სამზარეულო, მაინტერესებდა ჩემთანაც რა მდგომარეობა იყო. მეზობელი შემოვიდა და სახმარებლად და მან თქვა, რომ ლაბორატორია უკვე წყლით იყო სავსე. მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ ესეთი რაღაც შეიძლება და მომხდარიყო. მე თითქოს რაღაც პერიოდი წვიმა შენელდა, მაგრამ დაახლოებით იქნებოდა უკვე 12-ის წუთ ნახევარი, რომ გვერდზე ეზოში დიდი ნაკადით შემოვიდა წყალი. ამ დროს ჯერ ჩვენ ეზოში შემოსული არ იყო წყალი. ავედით მე ჩემ დედამთილი ბავშვების გამოსაყვანად. ჩემმა ორი შვილი დედამთილმა გაიყვანა, გავიდნენ, მაგრამ მე და პატარამ ლუკამ ვეღარ მოვასწრით, რადგან წყალი ძალიან ორივე მხრიდან შემოვარდა ჩვენ ეზოში. მე ვიფიქრე, რომ მეორე სართულზე წყალი ვერ ამოვიდოდა და ავბრუნდი სახლში და კარები დავკეტე, მაგრამ რაღაც სულ არ გასულა 5 წუთი, რომ წყალმა უკვე მეორე სართულზეც იყო შემოსვლა. აი მეორე სართულზე რო შემოაღწია, თქვენ აპირებთ გასვლას, ხო? გასვლას ვაპირებდა, რომ ვერ მოვასწარი, თუცად წამიერად გავიფიქრე, მე დავინახე, რომ აი ჩემ დედამთილს როგორ, ესე იგი, ეზოში გვედგა ჩვენ ძალიან დიდი რკინის შკაფები, როგორ მიხვა უკან ეს წყალი, მოგლიჯა წყალმა. და უწამიერად გავიაზრე, რომ მე იქ ვერ წყლის ნაკადი რომ მომხვედრო და ვერ მოვასწრებდი გასვლას და ვიფიქრე, ალბათ სახლში რო შევალ, იქ წყალი ვერ მოვა. ხო, და რო შევედი, შუქებიც არ იყო, ბავშვი ხელში ავიყვანე და რომ დავედი ორსაწოლიანის მეორე სართულზე. და ესევე დავრეკე მეუღლესთან, რომელიც ამ დროს სამსახურში იყო. რა მაინტერესებს, აი წყალი რამდენად სწრაფად იმატებდა? ძალიან სწრაფად იმატებდა. სულ რაღაც აი ყოველ წუთას იმატებდა და იმატებდა, იმიტომ რაღაც 10 წუთი არ იყო გასული, უკვე მეუღლესთან დარეკილი მქონდა, რომ ყველაფერი უკვე ავეჯი წყალში ცურავდა. საიდან შემოვარდა საერთოდ? ესე როგორ შემოვიდა, ისეთ კარებიდან შემოვიდა პირველად და ამ დროს უკვე პირველი სართული მთლიანად იყო წყლით დაფარული და როგორც ხვდები, ალბათ ჭერიდანაც ამოდიოდა წყალი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ივსებოდა სახლი წყლით. ეს იყო ჭუჭყიანი ტალახი, წყალიც არ იყო. მეორე სართულზე რამდენი ხანი იყავით აი? ნუ იცით, მეორე სართულზე მე და ლუკა ვიქნებოდით ალბათ ერთი 20 წუთი, რომ უკვე მეუღლეც მოვიდა. მან ძალიან ბევრი იწვალა ჩვენთან მოსასვლელად, 100 მეტრზე მეტი იცურა, რომ ჩვენ ამდენ მოეღწია. მე კარები მქონდა დაკეტილი შიშისგან, ემოციებისგან, ფანჯრიდან შემოაღწია. ის რომ შემოვიდა სახლში უკვე თითქმის სახლის ავსე იყო უკვე წყლით და ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს ჭერზე იყო ამონაჭრელი და იქ ავსულიყავით. ესე იგი, როგორ იყო იცით, ორსაწოლიანი ისე იყო ასული, რომ ჩემს თავთან გასწორდა. და მე რომელ საწოლზეც ვიდექი ბავშვთან ერთად, აი ეს მეორე სართულზე, წყალმა აიტანა ზემოთ ეს საწოლი და სულ რაღაც რამოდენიმე სანტიმეტრი თავი მქონდა უკვე ჭერზე მიბჯენილი. ეს 20 წუთში მოხდა? რაღაც 20, ხო, დაახლოებით 20 მაქსიმუმ 25 წუთში. აი ამ 20 წუთში რაზე ფიქრობდით, რას აკეთებდით? გეშინოდათ, როგორი ემოცია გქონდათ თუ იცით? რაზე ვფიქრობდი და რა ვიცი, აი რა გითხრათ, არ მჯეროდა, რომ თუ იქ ვამთავრებდი სიცოცხლეს.
და ბავშვს ვეუბნებოდი, რომ ნუ გეშინი, აი არასდროს არ დამავიწყება, მე რამდენი წელიც კიდე გავიდეს ჩემი შვილის თვალები, რომელიც ესეთ შეშინებული მიყურებდა, რადგან ის ხედავდა და ათვიცნობიერებდა ირგვლივ რა ხდებოდა და ტელეფონის ვაშუქებდი, ერთადერთი იყო ჩემი საშველი ტელეფონი. აი რა ვიცი, მაგრამ არ მჯეროდა ბოლომდე, მეგონა რომ რაღაც მოხდებოდა, როცა უკვე ჩემი მეუღლის ხმა გავიგე, უკვე იმედიც მომეცა. მაგრამ მეუღლე შემოვიდა, უკვე მიხვდა რომ ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, მას უნდოდა რომ გაეცურა და ჩვენც ორივე გავეყვანეთ. მაგრამ ცურვით გავეყვანეთ, მის მიმტკიცებდა რომ ამას შეძლებდა და ცურვით გაგვიყვანდა, მაგრამ აი ეს რაღაც ერთობრივად მოგვივიდა აზრი რომ იქნებ ჭერში რო ავსულიყავით, წყალი შეჩერებული იყო, მაგრამ ჭოდესაც ჭერში ავედით, მივხვდით რომ უკვე ჭერშიც ამოდიოდა წყალი. და აი იქიდან უკვე ჩვენი გასვლის ძალიან ძნელი იყო რომ გავსულიყავით და მე ჩვენს ანუ ცადა უკვე მეუღლემ რომ რაიმე პატარა იქნება მონაჭრელი ეპოვა რომ ავსულიყავით ჭერზე. ამ დროს მეზობლის ახალგაზრდები თავს აფარებდნენ როგორც ჩანს სიმაღლეზე ჩვენ ჭერზე და მათ რო ჩვენი ხმა გაიგეს დაუნახავთ რომ ჩემ მეუღლემ რო შემოცურა სახლში. დაგვეხმარნენ და ავედით უკვე ჩვენი სახლის ჭერზე. ჩვენი სახლის სახურავზე ახლა. დიახ, სახურავზე ავედით უკვე და იქ სახურავზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. გვესმოდა აქეთ-იქიდან ხალხი განწირული ხალხი შვებას როგორი თხოვდა. ჩვენს უკანას დარჩენილი იყო ხალხი, მაგრამ უკვე თან წყალიც იმატებდა და ჩვენს პანიკა მოგვიცვა, რომ შეიძლებოდა იქაც მისულიყო წყალი უკვე და საწავსულიყავით. მე მეუღლემ გაცურა და ის ჩვენს უკან სასისკების ქარხნიდან პლასმასის რაღაც დიდი ნაჭერი მოიტანა, საიდანაც უკვე დაგვეხმარნენ და იქ შევდექით და უკვე ავედით მეზობლის სახლის მესამე სართულზე. და რეალურად ხო, აი მანდ გადავით და ყველა დაახლოებით 7-8 ადამიანი ვიყავით იქ სახურავზე. მე უკვე მაშველებიც მოვიდნენ. მათ დაგვინახეს ჩვენ რომ იქ ვიყავით, გვეუბნეოდნენ რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ და პანიკაში ნუ ვიყავით. ნახე, მალევე მოვიდნენ შემდეგ ნავებით და მოხდა ჩვენი გაყვანა. ლუკა ძალიან შოკში იყო, საერთოდ ბავშვი შეშინებული იყო. ისეთი საშინელებაც მოხდა, რომ როდესაც ლუკა აყვავდა მესამე სართულზე, ერთ-ერთ დამხმარეს ფეხიც გაუცურდა და ლუკა ხელიდან გაუვარდა და ისე ჭერზე ჩაცურდა იმ წყალში. აი მაგ დროს ისეთი საშინლად მიაყვირა, რომ ალბათ ეს ძალიან დიდ კვალს დატოვებს მის გონებაში. ხო, ლუკა არ მშორდებოდა ხელიდან და ამ ხრის მანძილზე, რაც ზემოთ ვიყავით, ლუკა სულ ხელში მყავდა. კი, ბავშვი გაუვარდათ, იმიტომ რომ ფეხი დაუცურდათ ეს ჩვენ ხომ გითხარით პლასმასზე შევდექით და ის რომ გაცურდა, ბავშვი ხელიდან გავარდათ, მაგრამ ღვთისწყალობით ტრავმა არაფერი არ მიუღიათ, მარტო ის რომ გადაცილება ჰქონდა და მაშინ გადავიყვანეს საავადმყოფოში და გარშემო რა ხდებოდა? მესმის რომ ძალიან რთული იქნებოდა მაგის აღქმა, მაგრამ აი მეორე სართულზე იყავით. ნუ მე უბედურება, იმიტომ რომ გვესმოდა, მე არ ვიცოდი სად იყო ჩემი დედამთილი, სად იყო ორი ბავშვი, სად იყო ჩემი მეზობლები. ნუ საშინელება იყო, ერთადერთი კომუნიკაცია მოხდა, როდესაც ესენი მეზობლის სახლში იყვნენ შესულები და ჩემი მეუღლე რო ყვიროდა რომ გადავრჩით და რაღაც ამ დროს შვილის ხმა როდესაც იცნოდა, აი მე დავწყნარდით, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვეგონეთ ჩვენ მე და ლუკა ცოცხალი არავის ჩვენ მეზობლებს, იმიტომ რომ ჩვენი სახლი დაინახეს როგორ ჩაიშალა და წყალში და ისინი რას მოიფიქრებდნენ, რომ მეუღლე მოვიდა და გაგვიშველა. აი და მეუღლემ როგორ შემოაღწია თქვენ ამ? ნუ არ ვიცით რა გითხრათ, აი რა მომგონთ როგორ შემოაღწიო? იმას არც ვფიქრე, იცით, მე რამდენიმე ადამიანმაც მოყვა ჩვენ დავინახეთო და სად მირბისო ეს კაციო ვიკითხეთო ამ ჯოჯოხეთშიო და ასე თქვესო რომ იქო ცოლშვილი ყავსო და ისო მაშველიაო და ყველაფერს გააკეთებსო. ხო და ძლივს მომენტი აი მიყვება ჩვენ ეზოში გქონდა აბაზანა იმის თავზე გადავიცურეო, ხეები მოგლეჯილიო, ტალახიო. აი მეორე დღეს გქონდა უამრავი ჭრილობა ტანზე. მდენად იყო ნაბრძოლები. მესამე სართულზე ის მეზობლის სახლზე რამდენი ხანი იყავით დაახლოებით? აი არ ვიყავით დიდი ხანი, 15-20 წუთი ვიქნებოდით, იმიტომ რომ წყალი უკვე მატულობდა. ძალიან. თქვენ ხო თქვენი მეორე სართულიდან ახლავთ იმ მესამე სართულზე. თქვენ სახლს რა დაემართა? ჩვენ სახლს რა დაინახა და როგორც ავედით, სულ რამოდენიმე წუთშიც არ გასულა.
და ჩემი მეუღლემ დამიძახა, რომ ქეთი გაიხედეო და ესე სახლი გაიბერა, აი ჩემ თვალწინ, ეს ფილმებში ხდება მხოლოდ მინახავს და ჩაიშალა საერთოდ მიწასთან გასწორდა. ამ თქვენი ეზო როგორც ცნობილი არის, მან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. თუ არ დაგინახავთ იქ რო იდექით ან რაღაცა ეს რამდენი ადამიანი გადარჩა, რამდენი დაიღუპა? ჩვენ ეზოში საერთოდ 11 ნომერში იდგა 2 სახლი. აქედან 4 ადამიანი გარდაიცვალა. იგი აზაროვები, დები, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. გადარჩა მათი შვილები, რომლებმაც მეზობლების დახმარებით მოასწრეს გაყვანა. ხო არ გინახავთ ეს იცით რა არის, სანამ ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით, ისინი იბრძოდნენ, რომ თავიანთ სახლში წყალი როგორმე გამოეტანათ გარეთ. ხო, და როდესაც უკვე ავდიოდით, მე მახსოვს არ ეძინათ ნამდვილად, ბრძოლობდით, გვერდზე მეზობელიც გახვიძებული იყო და ყველა შეშფუთებული იყო, მაგრამ არავის არ ეგონა, რომ ეს ამხელა უბედურება სახლში შემოვიდოდა. ანუ შეიძლება სადღაც იმედიც გქონდეთ, რომ ალბათ ხო, რაღაც იმედი კი გქონდათ, იმიტომ რომ ისინიც მეორე სართულზე ცხოვრობდნენ გვერდზე მეზობლები და იმედი ექონდათ, რომ იქ წყალი ვერ შეახწევდა, როგორც მე მომივიდა. ზურა რომ მეუბნებოდა, რომ გავცუროთო, მე გათვითცნობიერებული მქონდა, რომ მე ძალიან ჰიდროფობია მაქვს საერთოდ. და არ ვიცი, შიში მაქვს და ვეხვეწებოდი, რომ ბავშვი გაეყვანა და მე დავეტოვებინე. იმიტომ რომ ორივეს ვერ შეძლებთ ტალახში უბედურებაში, მაგრამ მან მითხრა, რომ არა, ან სამი უნდა გავსულიყავით და ან ვერც ერთი. რამდენიმე წუთით დავკარგეთ მაგაში ბრძოლაში, რომ გასულიყო, მაგრამ არ დამტოვა. რა მომენტში იფიქრეთ, რომ ან მარტო თქვენ და ლუკა რო იყავით, ან უკვე სამი ერთად რო იყავით, რომ შეიძლება ვერ გასულიყავით? იყო ეგეთი მომენტი? არ ვიცი ხა რამდენად ეს გამოგადგებათ, მაგრამ ვიტყვი. აი არ ვიცი ხა, იცით რა მომცა, საერთოდ წინათ გრძობა მაქვს ხოლმე ყოველთვის. ხო და ჯერა ყოველთვის აი ეს ვიტყვი, რომ აი მამა გაბრიელი არის ჩემი მფარველი. და ესეთი რაღაც მოხდა ხა, ზუსტად გეტყვით. იმ საღამოს ბავშვი რო დავაწვინე, ბანაობის შემდეგ მაგ ესეთი ტრადიცია ხომ საღამობით ძილის წინ მამა გაბრიელი ზეც უსვავ. ხო და ასე გავაკეთე, ეხაც რო ვაბანავე, წავუსვი და ახ ზუსტად ეს გარდირობი და ყველაფერი რო ამოტრიალა და აი ამ ტანჯვაში რო ვარ და ზურა რო ცდილობს რო ჭერი ახადოს, ეს ყველაფერი ხო დაცურავდა, მაგრამ ეს ზეთი მოცურდა და ხელში მქონდა და მინდოდა რომ გამეხსნა და ლუკასთვის დამესხა, მაგრამ ვერ მოვასწარი, მაგრამ აი მე ძალიან კარგად მახსოვს ის სიტყვები ზურას რო დავუძახე, რომ ზურა ჩვენ გადავრჩებით მეტი. აი ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი იმედის მომცემი და მე ვფიქრობ ამანაც მომცა ძალა, იმიტომ რომ ძალიან აი არასპორტული ადამიანი ვარ და იმდენი ბარიკადები გადავლახე. აი მახსოვს ჩემი ქმრის სიტყვები, რომ ქეთი შენ ახლა უნდა იყო ჩაღო და ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ. თქვენი აზრით ეს საერთოდ აი ეხლა რო იხსენებთ, რა იყო საერთოდ? აი არ ვიცი, თქვენთვის ეს რა არის ზოგადად? ნუ ესეთ აი ბევრად დავფიქრებულა, მინდა რომ დავждე და ვიფიქრო, საერთოდ რა მოხდა ჩემ თავს და აი ეს დღეები, ეს რას გადავიდა. აი არ ვიცი, ეს იყო განსაცდელი. იმ ერთ წამში გამახსენდა ყველაფერი, თუ რამე ცუდი მიფიქრია ვინმეზე, თუ რამე გამიკეთები. აი მართლა ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ ერთადერთი წამი დაუშვი მხოლოდ და მხოლოდ ნუ თუ აქ ვამთავრებ სიცოცხლეს. აი ერთადერთი იქამდე აი არ ვიცი ეს რა იყო. და როგორ აეწყო ყველაფერი. აი ვიღაცას რომ მოეყოლა მსგავსი ისტორია, ხო? ხო ბევრჯერ მოგვისმენია რაღაც სტიქიებს და იმაზე. იმ ჩვეულებრივ მოვისმენდი, მაგრამ ის თუნდაც რომ აი ეს ჩემი მიქმარი მეუბნება 300 აი ძალიან ხა ბანალურ 300 გრამიო იყო საწვავიო. ერთადერთი მანქანა იყო კუსტბაზეო. ტელეფონი მიჯდებოდა, ძალიან მალე ჯდება ხოლმე. დავტენი რაღაც ძალამ დამატენინა, 5 წუთში შუქი ჩაქრა. ნუ აი ეს ტელეფონიც თუ არ მქონოდა, მე ხო ვერაფერს ვერ მოვახერხებდი, აი რა უნდა გამეკეთებინა. ყველაფერი აეწყო. ის რომ მოვიდა უკვე თავი მქონდა მიბჯენილი, ხო, ჭერზე. წყალზე მიმაჭყლიტავ და ჩემ გვამსაც ვერ იპოვიდნენ, იმიტომ ყველაფერი დაინგრა. აი არ ვიცი, ყველაფერი აყვა. ავედით ამ ჭერზე თუ არა მესამე სართულზე სახლი ჩაიშალა. რაღაც აი სიტყვებით ვერ გამოვთქვა რა ეს რა იყო. უფლის წყალო. შეიძლება რუსვანეთის ქუჩაზე. არასოდეს. შვიდად წყარავთ ცხოვრობდით. პატარა ეზო გქონდა, მშვენივრად ვიყავით, ძალიან წყნარი უბანი იყო, ყველას იცნობდა. იმ საღამოსაც ბავშვებმა ჩვეულებრივი ბურთი ითამაშეს, მშვენიერი წყნარი საღამო იყო. თუმცა ეხლა წვიმა არ იყო ჩვენთვის უცხო. ყოველთვის ძლიერი წვიმა მოდიოდა, მაგრამ ეს ზაფხულის პერიოდში და
ერთი კვირითად რო დაიტბორე, მაშინაც შემოვიდა. მაშინაც შემოვიდა, კი, წყალი. 4 ივნისი იყო, მაგრამ ეს მალევე გადაიღო, არაფერი არ ყოფილა. ჩვეულებრივ გაწმენდეთ და ჩვეულებრივ გავწმენდეთ, მეორე დღეს ჩვეულებრივ დილა გათენდა. და ამიტომაც ვამშვიდებდი მეზობელსაც, რომ ნერვიულობ, ძალიან ნერვიულობდა. ხო, გახსოვს მეთქი ერთი კვირის წინ რომ მოგეხმარე ჩვეულებრივ იყო და ახლა იგივე იქნება თქო, მაგრამ აი რომელიც გარდაიცვალა. ეგი აზარავებს.